შენ ხარ ერთ-ერთი რომელიც რეჟიმმა სამიზნეში ამოიღო. ყველა მიცოდა რაზე მიდიოდა, ყველას თავი ქონა გადადებული. ეტაპები ეგეთი არის რა. დალურჯება, გაშავება, დაკავება. რაც მიიღეს სხვათა შორის, ყველაფერი უარესად შემოუტრიალდა. ცუდი ამბავი მოუვიდათ რა, მოსრიალდნენ საკუთარივე ჩადენილ დანაშაულზე რა. რუსთაველი არ გამქრალა და არ ჩამქრალა და არც ჩაქრება, შანსი არ არის რა. პირდაპირ შიშველ ძალაზე დგანანი ხარ. რუსებმა გააკეთეს ეს და 35 წლის მერე გააკეთა იგივე ქართულმა ხელისუფლებამ. ხო, გალესილი ნიჩბები ახლა რომ მიაწოდო როდიონოვიჩები არიან ჩვეულებრივი რა. რეალურად პრობლემა რო არ გქონდეთ ცხელტყუებსაც გვესურია. აქაც იგივე სცენარი იყო დიდი ალბათობით. უბრალოდ ტაიმინგში ვერ დასვეს პოლიციასთან. 16 წლის სტაჟის პოლიციელი მოდიოდა და პირდაპირ ცელს მისმევდა ფეხებში. სადაა მორალი გადავები? ვინ ერთი მორალური ტიპი მითხარი, რომელიც იქ დარჩა? ეს მარშებიც უდათ მოხდათ და ეს ბოლო შაბათის აქცია განსაკუთრებით. სპორტირების და რაღაცეების შანსი რო აღარ არის, ეგ უეჭველი ყველამიც. შეირგონ ეს ტროტუარი, თორე წამოვიღებთ რუსთაველსაც. სვეტი ცხოველი დახურეს, ბიჭო, რა თუნდა იმას რესტორანში შენ გვერდით დაჯდომა, რა თუნდა. მე რამდენი გადატრიალების მცდელობა აღუკვეთეთო ესე იძახის ეს კაბრიოლეტი და დიქტატურისკენ მიდიოდი და ვფიქრობდი რომ აუ მე არ შემეხება ეს. შანსი არ არის, ყველას ეხება. ერთმანეთს რაღაცნაირად გაუფრთხილდეთ ის ხალხი, ვინც გავართ ამ ბრძოლაში და ამ 1 წლის განმავლობაში ვაჩვენეთ რომ შეგძლებია უეჭველი. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ლევან ჯობავა. გამარჯობა ლევან. სალამ, გამარჯობა. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, როგორც ვიცით ხოლმე ჩვენ. იცი რა კუთხით მინდოდა შენთან პირველ რიგში დამეწყო საუბარი. შენ ხარ ერთ-ერთი სამიზნე, ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც რეჟიმმა სამიზნეში ამოიღო იმ ცნობილი ინციდენტის თუ არის შემთხვევის შემდეგ და მაგაზეც მინდა კიდე ერთხელ მოგაყალო მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გაქვს მოყოლილი. და აი ამას როგორ უყურებ ზოგადად რა სტადიები დავარქვათ, გადის ადამიანი, როდესაც რაღაცა გარკვეული გარემოებიდან გამომდინარე გამოიკვეთება მისი პერსონა და შემდეგ რეჟიმი იწყებს რამდენიმე მიმართულებით მის შევიწროებას. ერთი არის სამართლებრივი კუთხე, ეგრეთ წოდებული სამართლებრივი, თუ შეიძლება სამართალი ეწოდოს ამას და მეორე არის პროპაგანდისტული კუთხე. აი იმ დღის მოვლენების გახსენებით რომ დავიწყოთ და შემდეგ რაც ხდებოდა მათ შორის მათ პროპაგანდისტულ მედიაში და დღემდე ხარ შენ ერთ-ერთი სამიზნე ხო და დღემდე თხზავენ შენზე საინტერესო რაღაცებს, მაგაზე რომ გადავიდეთ. კი, ეტაპები ეგეთი არის რა. დალურჯება, გაშავება, დაკავება რა. მაგრაქცემენ, მე რაღაცებს აგიგორებენ, ანუ მე თუ არც ერთმა არ იმუშავა, მე არის დაკავება რა. ეგ არის ეტაპები, როგორადაც მუშაობს რეჟიმი. იმ დღეზე რომ გადავიდეთ, მაყურებელს შევახსენებ, ვისაც შეიძლება არ ახსოვდეს ან რატომღაც არ იცოდეს ეს ამბავი, ერთ-ერთი დღე იყო ასეთი, როდესაც დაუდგენელმა ახალგაზრდამ ამოიღო დადგენილმა უბრალოდ მაშინ დაუდგენელმა მე დადგინდა ვინც იყო ამოიღო იარაღი და აქციის მონაწილეებს აგრესიული ტონით ეკომუნიკაციებდა და ლევანმა მოკლედ წაართვა ეს იარაღი და შემდეგ გადასცა პოლიციას. მაგაზე თქვენს რომ არ იყო ნაღდიოდა. ხო, აი მან რა მოხდა, ამის შეტრიალება მოკლედ ქოცებმა სცადეს ისე რომ თითქოს ლევანი აქეთ ძალადობდა იმ ადამიანზე. პოლიციამ იქვეცადა მაგის შეტრიალება. იარაღს არ შეეხება მაკაროვი იყო. წონა, რკინა, ყველაფერი ოღონდ ეხა როგორც იქ თქვეს რომ შარიკებს ისრო და ძმაო და რაღაც პლასმასისო თუ რკინის შარიკებს ისრო და ეგ რო შეამოწმო, მჭიდი უნდა გამოაძრო ან ლულა უნდა ნახო და მაგის დრო არ იყო რა. ან წავართვი, გავიყვანეთ მივეცი. ხო და ეგრე დატრიალდა რა თავიდან რომ როგორც კი საიდან აღმოცენდა ეს ტიპის არის? როგორც გაირკვა, მოკლედ მარში მოდიოდა, საზმაუს მარში მოდიოდა და როგორც მე გაირკვა, ესენი მოყვებოდნენ თავიდანვე
რაღაც გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდების, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა და რაღაცებს იმაშებოდნენ, რა პროვოკაციას აწყობდნენ, ესე ვთქვათ. ბესიკის კუთხემდე არ მისული მარშთან მოდიოდი ჩვენ და გადმოვიდით რუსთაველის თეატრის მხრიდან და ბასლაინში მოდიოდა რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მარში. და ის ზუსტად რომ მივედი, მაშინ რაღაცა 3 იყვნენ, მე მგონი და რაღაცა ისეთი რა უხამსი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ მარშის მიმართ და ეგრე მივედი რომ ვინახარ მეთქი რა გინდა. ამ რაღაცა რეაქციას არ ელოდნენ და ანუ კიდე რამდენიმე დაუწყო რომ ვინახართ რატო იგინებით რა გინდათ და ამ დროს ეს წინ რომელიც გვედგა იმან უკან მდგომს რაღაცა ანიშნა ეს გაიქცა არკაში და არკიდან კიდე რამდენიმე გამოვიდნენ. ეხლა ერთი წლის განმავლობაში ეს მოგზავნილი ტიტუშკების ამბავი რაღაცა რა ანაბანა ვიცით როგორც მოდიან, რაღაცას გეუბნებიან, არის რეაქცია აქედან, მე პოლიცია დგება შუაში და იწყებენ აი სამკვდრო სასიცოცხლო გინებას რა. ხო, დაუნდობელ გინებას იწყებ. აქაც იგივე სცენარი იყო დიდი ალბათობით. უბრალოდ ტაიმინგში ვერ დასვეს პოლიციასთან რა. იმიტომ რომ პოლიცია რო ჩადგა შუაში ცოტანი იყვნენ. მე ვიღაცებმა თქვეს რომ რუსთაველზე ვინც იდგნენ, იმათმა გაიგეს იქ მდგომი პატრულებისგან რომ რაციაში ატყდა ყვირილი დროზე მოდითო აქო რა. პოლიცია რამდენიმე ტიპი რო ჩადგა შუაში, ესენი ბესიკის კუთხისკენ დაიძრნენ და დაიწყეს იქედან გინება. ეს გინება რო დაიწყეს დავიძარით ამათკენ. ეს პირველი ვინც იდგა წინ, ამასთან მივედი, ხელი გადავხვიდე, მოდი აქ მეთქი, ვინახარ, რატო იგინებ, ვისაგინებ მეთქი და ესე გატრიალდა პოლიციელების ხარჯზე და ხელი გამიშვი, არ გიცნობ ვინახარო რა, იმად გასაგონად. გავუშვი ამას ხელი და დანარჩენების ზემოთ მიდიოდნენ, 5-6 კაციანი ჯგუფი იყო ალბათ, არ მახსოვს ესე ზუსტად. და ჩვენებიც რაღაცა ვინახართ, აგინდათ და რაღაცები და ეს ერთი გამოეყო რა და კაფისკენ წავიდა და შევყევი კაფეში რომ მეთქი ვისაგინებთ და ეს კაფეში შევედით რაღაც ეს არის რა მე ვნახე ნიშასავით არის საპირფარეში იქეთკენ დაიძრა დაინახა რომ გასასვლელი არ იყო მობრუნდა და აი ყველაფერს ველოდი საერთოდ თუ უცებ რო გას რო იარაღი ერთი გაყინო ამან გავიყინე რომ გავჩერდი მეთქი ხა და რაღაც მოძრაობა გააკეთა იქეთ მე დავინახე რომ კიდევ ვიღაც შემოსულა აქციიდან რა ჯერ მე დამიმიზნა მე იმას დაუმიზნა მე ჩემკენ მოტრიალდა და რო დაიძრა მაშინ შებოჭა ხო ბოჭვა რაგბის წესებით ჯარიმა არის ბოჭვა რა მაღალ ბოჭვაში გადის და შეიძლება წითელ ბარათსაც გამოკრა ხელი ხო და უკვე წესებით ისე არის რომ ხრებს ქვემოთ უნდა იყოს მხარზეც ხიზაც გავდა ისე არ მირბენია ეს რაღაც ტესტების რა მან მუღამი რა არის იცი რომ აი ეხა ეგ ტიპები რომ ვერავის მცემელები ვერ იყვნენ ფაქტია ეხა ჩანდა რა ეს დიდად მით უმეტეს მარში რომ მოდის და აი ეს პროვოკაცია რა მუღამია რომ მოძალადეებად გამოგვაჩინონ ვინმე სისხლით დათრევა უნდა და იცი რას ვერ ხვდები ესენი ხო თავისით ესე 5-6 კაცი არ დავალებ ის ყოჩი მეც იყო აღმოჩნდა რომ მე ის რაღაცა სამსახურში მუშაობს რა ვაყენოთ ეგრე არც შემთხვევით ხო იცი მე განვითარდა საინტერესო ხო და მე ამბავი ის იყო რომ ამას იარაღი წავარდით ეგრევე გარეთ გამოვედით და გარეთ უკვე პოლიცია ამბავი ხალხი რაღაც და ეგრევე აი ეს ტიპი და იარაღი პოლიციელს გავუწოდა იმან რა და აი მაგ დროს ვიგრძენი საერთოდ რა მოხდა და აი წამომადუღა ერთი და ეგრევე გამომაფხიზლეს პოლიციელებმა იქეთ-აქედან ხელი ამაში და საიდან მოიტანე ბიჭო ეს იარაღი საიდან იარაღი და უცებ ხდები რომ აი ჯერ რას გადავრჩი და მე აქეთ დატრიალდა ეს ამბავი და რა საიდან იარაღი მეთქი კამერები ნახეთ არც ვიცოდი შიგნით კამერები რო იყო და ეს კარი რო შევაღეთ კაფის და კამერები რო დავინახე ძალიან სასაცილო რა იყო რა სასაცილო ხოლმე უნდა გაიცინო ეხა ტივის რა აზრი აქვს კამერების ამბავი რო დავიწყეთ რომ აი კამერები დროზე და რაღაც სხვა პოლიციელები შემოლაგდნენ და მენეჯერი არ არის ქართველი რა ეს გოგო და ვერც დაუშვა ესენი რას ატრიალებდნენ და ეგრევე ყველასთვის დასანახად პატიოსნად ტელეფონში დაიწყო გადახვევა ამ კამერის ამ პოლიციელებსაც აინტერესებს და ყველა ამას უყურებს და მე ეგრევე ტელეფონი გავაძრე გადავიღე რა ეს რომ მაინც რო წაიშალა ძმაო არ იყო კამერები და ეს იარაღი შენია და რაღაც რო არ მომხდარიყო და ნუ და მაგას შეიცვალა პოლიციელების დამოკიდება არაფერი არ შეცვლილა კაი ბიჭო როგორც კი ნახეს რომ იარაღი იმისი იყო რა მოგივიდა რკინის არიკებს ისვრის და რაღაც და
ამ დროს კიდე მოემატნენ პოლიციელები და მეთქიო შენ ერთ-ერთი ვინც ცოტა ესე მელაპარაკებოდა მეთქი შენ რო იარაღი დაგიმიზნეს ეგრევე მიხვდით ხო რომ რკინის შარიკებს ისრო და თუ რას ისრო რკინის შარიკებს ისრო გამოიღო ნახაში არ მახსოვს აი მიდუღდა კიდე ისე ვიყავი და რო უთხარი რომ მეთქი შენ რო დაგიმიზნეს ნახეთ ხო ეგრევე მიხვდი რა იყო თქო ღმერთმა დამიფაროს რა იარაღი დამიმიზნეს მაღალჩინოსანი იყო თუ ისეთი არა მაღალჩინოსანს ერთს ელოდებოდნენ დიდი ხანი იმიტომ რომ როგორ მოხდა იცი რომ აი ეს კაი ნახეს რომ იარაღი იმისი იყო მეუბნებიან რომ შარიკებს ისვრის მეთქი გამიშვით რა სიგარეტის მოწევა მინდა არა ვერ გაგიშვით რატო ვერ გამიშვით მეთქი აგერ აივანზე თქვენ არაო და თან იქ რაღაც ისეთი იზოლაცია აქვს ხმის ამბავში რომ ხმა საერთოდ არ ისმის და გარეთ თუნდაც ხალხი გროვდება რა ეს კაფე არის რაღაცა კედელში გამოჭრილი ტიპი ტელეფონის არ იჭერს კარგად ერთი ჩალიჩობ რომ ის ვიდეო გავგზავნო იქედან რაც შეიძლება მეტ ადამიანთან რომ უბრალოდ იყოს რა იცი როდის დაგჭირდება და ადვოკატი შემოუშვით ადვოკატი არა ერთადერთი რაც არის ტელეფონს არ მარცხენო მაგრამ ელოდებოდნენ ალბათ დირექტივას რა ვქნათ მოგონთ ეს დირექტივის ლოდინი გაგრძელდა 1 საათი და 20 წუთი ალბათ გარეთ ხალხმა მოიმატა რაღაცა ხმაურია რაღაც ერთადერთი ტიპი იყო რა ვიცი თუ უყურებს ამას კიდე მოკითხვა აი მოც პოლიციელში ადამიანი რა რომელიც ეს მოვიდა იქ და ჯიგარი ხარო დამშვიდიო დანარჩენი ტიპებს შეუძლები რომ მეთქიან რაღაცა აქეთ იყვნენ იმაზე რა გონორზე გეგონება რამე დამეშავებინა ოიქს ეგრეც მანამდეც ზოგადად ეგეთი ხო მე მოვიდა ის მაღალჩინოსანი ვინც იყო ცოტა ისე და გარეთ ხალხს უთხრეს რომ ადვოკატი არ მინდაო თქვაო ჩემი ცოლი ამ დროს სახლშია და აი მესიჯები ოღონდ დაგვიანებით მიდის მესიჯები და მომდის ნინოსგან მესიჯი რომ რა ადვოკატი არ გინდაო და როდის თქვი მეთქი პირიქით მინდა და არ უშვებენ და არაო გარეთო ესე თქვესო ოჯახი სალკე ნერვიულობს ბიჭო ვითომ ხო არა ორსული ცოლი და პატარა ბავშვი არიან სახლში და გარეთ არ მიშვებენ და იმ მოკლედ რაღაცა ის უბედურება ტრიალებს ეს ტიპი რო შემოვიდა ეს მაღალჩინოსანი რაღაცა შევიდა კამერები ნახა გამოვიდა და ეხაო შენო ამოხვალო და ჩვენებას მიცემოთო რეო ამას გაშვება მომიწევს ჩვენებას არ მოგცემ თქვენ მეთქი რა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის სტანდარტებით გამოვიკითხებით ხო და აუ თუ არ მომცემო ჩვენებასო მაშინო ამის გაშვება მიწევსო პირველი ტიტუშკა არ იქნება მეთქი რომელსაც სახში გაუშვეს ხა მინახავს როგორ აცილებთ მეთქი და რაღაცა საათში და 20 წუთში საათ ნახევარში ადვოკატი შემოუშვეს ბოლოს და ნუ მისქნეს რა ქვია გამიშვა ესაც გაიყო ეგრე იყო ვიღაცის შვილია არ მიყვი არ მიძები არანაირი სანქცია არ დაკისრებია არც ხო ეს მე როგორც ვიცი ხა მე ამ სფეროში ძალიან ღრმად ჩახედული ვარ მაგრამ მათ შორის რო გვინახავს იგივე რა ვიცი ფილმებშიც და ისედაც ბევრ შტატში ამერიკაში მაგალითად სპეციალურად სათამაშო თუ არალეტალური არახს აქვს სხვანაირი ცხვირი წითელი რომ მაშინ აღიქვა რომ ეს არ არის ნამდვილი ხო ანუ და Airsoft-ის მეებს ვერ მიხვდები ავტომატები რაღაცებია რომ ხელშიც რო გიჭირავს და ამიტომ როცა ადამიანი ხა ამ თემას ბევრს აღარ გავაგზავნებთ როცა ადამიანი მოსამართლეს ყოველთვის ესე განმარტავს და არაერთი პრეცედენტური გადაწყვეტილება არსებობს როცა ადამიანი აღიქვავს ძალიან ლოგიკურად მუქარად რაღაცას მუქარად არა ყისიერ საფრთხეთ ხო ყისიერ საფრთხეთ რაღაცას ხო ეს არის უკვე სპორტა რომ მიიღებინებინა რა უფრო აგრესიული მეთოდებითაც რო დაისვა თავი არა რა ქვია სამართლო არ გაამტყუნებს. ხო და აქ გადავრჩი თორე აი მართლა მე ის გამოკითხვა რო იყო დამიკავშირდნენ გამოძიებლები რომ ანუ მაშინ გამოკითხვის ამბავში რაღაც ოქროსი ხელი უნდა მოგვიწერო რომ აქ არ მოდიხარ და მოვიდნენ სახთან ძალიან პატიოსნად რაღაცა ისე მოვაწერე ხელი ამ იმას სასამართლოში მივედი ტელეფონში შევხვდით და რაღაც მუშტიაქ ცივი არაღით დადის ფაქტი გამოკითხვა რო დაიწყო აი ეს მომღიმარი ტიპები უცებ გახდნენ შენ ხო არ დააშავე რამე შენ ხო არ აგინი ხო დაარტყით და აი 40 წუთიანი გამოკითხვიდან შეკითხვების 60-70% მიდიოდა იმაზე მე ხო არ დაუშავე იმას რამე პროკურორის ფავდა თუ ეს პოლიციელი პოლიციის წარმომადგენლებიო ამ დროს რა შვებოდა პროპაგანდა თუ ამის პროპაგანდა ცოტა ხანი ჩუმად იყო და არ ვიცი მე რატო ქნეს ეგ იმიტომ რომ ეს ვიდეო გამოაგდეს და რავი თავმოყარი ტროლებსაც არ დაუკომენტარებიათ იმ ვიდეოზე რა არაფერი რომელი ვიდეო აი იარაღის წართმევის რა თვითონ გამოაქვეყნეს ერთი შეიძლება ვფიქრობ იმიტომ რომ იფიქრეს რომ თვითონ არ დადოს და მე არ ვაპირებდი მაგ ვიდეოს დადებას თავდაცვისთვის მჭირდებოდა რა და რამდენი ნუ სამივე სამთავრობო მედიამ დადო თან ანუ ისე დაიმთხვა რა ეგრეს უნდა ვთქვა უეჭველი
აქციების გადამკიდე ისე არის, რომ მართლა მთელი წელია საღამოს სახში არ ვარ ფაქტობრივად რა და ესეთ ნინო მითხრა შემაცელმა რომ მოდიო რა ბავშვის დაბადების დღე მაინცო ერთად რო გავატაროთ და 3 დღითო სტამბოლში დავიდეთ და იქო არავით არის ტელეფონი და არავით არის აქციებზე ლაპარაკიო. კაი, მეთქი 14 სექტემბერს ჩამოვარდით. რა ცნობი სიტუაცია. 14 სექტემბერს ჩამოვარდით ამაზე ხელი, ავიღეთ ბილეთები, 15 სექტემბერს ეს მოხდა, 19-ში გვაქვს ფრენა. რა ტელეფონი არა, 2 ტელეფონი ვიჩეკი ესე. იმიტომ რომ ისეთი ხდებოდა. და მე ნუ ჩაუშვეს ეს ვიდეო, მაგრამ არ წაიღო. სხვა შორის რაღაც ერთ დღეში წაშალეს თვითონ ყველა სამივე მან რა ქვია. ხო. სამთავრობოა პროპაგანდისტულმა მედიამ. და მე იყო მოლოდინი რომ ჩამოვა ჯობავა, ემან აეროპორტში არ დაიჭერნო და გავცილდით აეროპორტში. გიოს ის იყო რა, იმიტომ რომ იქ კიდე იქ ვერ გზნობეს რა თან ინტერნეტის უარ გაქვს რაღაცა და ნახე პოსტი მიწერე კიდევაც მაგაზინ რომ თან მერიდება ეხა აეროპორტში ნაკრებების დახვედრებზე მირბენია ბევრი და ვიცი რას ნიშნავს აეროპორტში წასვლა თან დღისით რაღაცა და მერიდებოდა ხალხის, მაგრამ მე როგორც ამიხსნა რომ აი ეს ვიდეოების დადება შესავალია ამ ამბის რომ აი მე რაღაცას აგორებენ მივხვდი რომ იყო მან როგორ არის ესე უყურებენ რა აი შენ როგორ ახარ აი შეუძლიათ რომ რაღაცნაირად ისე ჩააგრიხინო შენი საქმე რომ არავინ არ გამოგეხმაურება ეგ პრობლემა გვაქვს საერთოდ რა ჩემი აზრით ერთმანეთს აი იმდენი რაღაცა ხდება რომ ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ეგეთ რაღაცეებს თორე ესე რომ აი ამოჭრილად რომ აიღო და შეხედო ხო არ ვიცი ალბათ კვირა არ გადის ისეთი რაღაცა არ ხდებოდეს რომ მაგის გამო ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება არ ვიცი პარიზელები რასაც ატრიალებენ ხოლმე მინისტრს თვლიდნენ მინიმუმ რა ერთი ადამიანის გულისთვის ხო იქ ისეთი ამბები ხდება ხოლმე და აი ძალიან სუდი რაღაც დაგვემართა ამ ბოლო დროს რა მაგას რა უყურებენ კაცო ფათიხარ ვარ ჩავაგდეთ იმ იმას რა ქვია ტიტუშკას რა აი როგორ გონია ლევან მაგას რა უყოთ რა ეხა მესმის რომ რაღაც ბევრი ადამიანი უიმედოთ არის და რაღაცა ნაბიჯები რომელიც აქამდე გავაკეთეთ შეიძლება ჩვენც ეგეთი გავიქონდეს რომ რაღაც არის შესაძლებელი რა ხო და აი შე როგორ ხედავ ყოველ შემთხვევაში რაღაც უკეთესი გვინდა ფაქტია ან როგორ ველაპარაკოთ ჩვენ ხელებს, ჩვენიანებს, ჩვენ ჭკუაზეა და ხვდება რომ ესე არ შეიძლება ეს ხოვრება გაგრძელდეს. ან სხვაებსაც რა, აი როგორ ველაპარაკოთ, რა უთხრათ, როგორ დავაიმედოთ, რომ იმიტომ რომ ხა უცხოთვალით რო შეხედო, ისეთი რაღაცები ხდება, ეს რაღაცები საქართველოში არასდროს არ აგვიტანია რა და მადლობას დავაიმედოთ კი არა, მე მგონი გამოვაფხიზლოთ უნდა, იმიტომ რომ მაგალითი უნდა მაგას რამე თუ უფრო აი რაღაცა ძალის ცენტრი ან ლოკომოტივი ან რაღაც ეგეთი რაღაცა აი რა ჭირდება როგორ არის რამე რეცეპტი კი არ მაქვს ან ამე განსაკუთრებული კი არ ვიცი შემთანაც იგივე ამბავი არის რა თუნდაც ეს ამბები რაც იყო ხო აი გინდა იარაღის ამბავი გინდა მე ეს ქუჩის გადაკეტვაზე დაჭერის ამბავი ძალიან ბევრი ტიპია ესე მიიყუჟა მიისუსა თავისთვის ისეთი რა ახლო და ხშირი კონტაქტი რო გქონდა ეგეთ ხალხზე მაქვს ლაპარაკი და ზუსტად ვიცი რომ გულის სიღრმეში ყველა მიცის რა შარშიც ვართ. თლიანად ქვეყანა შეუძლებელია ეხა ქვეყანაში აი ესეთი რაღაც ხდებოდეს დიქტატურისკენ მიდიოდე და ვფიქრობდი რომ აუ მე არ შემეხება ეს. შანსი არ ყველას ეხება. აი მარტივად რო ვთქვა ღარიბაშვილს შეეხება. ხო ყველა შეშინებული ნამდვილად არ არის. ეხა ვიღაცები არიან შეშინებული. ვიღაცები არიან. შეიძლება იყოს არა შეშინების, არამედ რაღაცნაირი რწმენა იმისა რომ მე რო გამოვალ ეს შედეგს მოიტანს. წმენის დაკარგვა ჭირიღობის ჭირის ამბავი მე მეორე ნაწილშიც მინდა რომ შევხედოთ ორივე კუთხით მინდა შევხედოთ რა მეორე მხრივ არის რეალობა რომ ეს პროტესტი რისი მინიმალური დანიშნულება შეგვიძლია დავარქვათ იმას რომ დისკომფორტში ყავდეს არალეგიტიმური ხელისუფლება ამ შედეგს აღწევს იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ ამ პროტესტისთვის ხელი შესაშლელად ხო ესე იგი რაღაცა ეს უკვე შედეგია ხო ეხლა ჩვენ გასაგებია რომ ყველაზე მაღალი შედეგი გვინდა რაც გამოიხატება იმაში რომ ხელისუფლება შეიცვალოს ხო? ხო, ჩემთვის პირველი ყველაზე მთავარი შედეგი არის ხა პატიმრების განთავისუფლება. ხო. მაგრამ ის რომ ხა აი რაც არ უნდა ილაპარაკონ 50 დახელფასებული და რაღაცეები გაჩხერილი აქვს ძვალი ყელში რა პროტესტის სახით, ფაქტია. იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა რომ აი ქუჩაში დგომაზე კანონის მიღება და ხალხის დაკავება უნდათ. ეს მარშებიც უნდათ მოხდათ და ეს ბოლო შაბათის აქცია განსაკუთრებით. მოდი გავიხსენოთ რა, ეხლა დაპირებები რამდენი გვინახავს, მაგრამ პროტესტთან დაკავშირებით რა. კობახიცი გამოვიდა და თქვა, რომ
5 ოქტომბერსო აქციები აღარ იქნებაო რა. კი, და მაგისკენ მეთოდურად წავალთ. მე მგონი ჩვენო მანამდე ამბობდა 20 იანვარამდე არ იქნება. კი, ჩვენო ხე შეირგონ ეს ტროტუარი, თორე წამოვიღებთ რუსთაველსაც რა. მე აი ესეთი აზრი მიტრიალებს ამ დროს თავში რა. იმ ხალხს რაც შეეხება, ვინც მანამდე არ ყოფილა რუსთაველზე და რაღაცა ესე შენაც თქვი რა, რომ იმედი არ აქვს და მაგაც რო ჩავიხსნათ ცოტა ხანი ყველაზე მეტად გასაბრაზებელი გულდასაწყვეტი რაც გინდა ის დავარქვათ რა უსიამოვნო არის ჩემთვის იმ ხალხის ყურება ვისაც ხედავდით თავიდან რა აი პირველი შარშან დეკემბერში რო ხედავდით და აქტიურად რო იყვნენ ჩართულები და რაღაც და ზოგი არის რომ კაი იმედი დაკარგა და აღარ ჯერა რომ მან დგომა რამეს შეცვლის მაგრამ ზოგმა საერთოდ აი რაღაცა ლუკა ძაძამიასთან მიახლოებული ხოდი აქვს აღებული რა და მაგის ყურებაც ძალიან ის არის უსიამოვნო იმიტომ რომ შენი გულწრფელი და რეალური პროტესტი რაც გაქვს უსამართლობის წინააღმდეგ ხედავ რომ ვიღაცისთვის პონტი იყო რა იმ დროს რა როცა ეგ სხვათა შორის აი მქონდა ადრე ეგეთი განცდა და უბრალოდ არ შემიშვია თავში მაგრამ აი რაღაცა ეს რომ მიდის რომ უკვე კაი როგორ გითხრა კაი პონტი ხდება რუსთაველზე ყოფნა ნიღბით და თუნდაც მოხდეს და მოიწამლო და ცემლები წამოგივიდეს მე გამოდის ყველა ერთად და არ ვიცი ალბათ რომ უთხრათ რა რომ ეს ქვეყანა ხა შიმშილამდე და ხა პული და წყალი რო დაგვრჩეს ეგეთ დონეზე არ მივა მაგრამ რავი ამბიცია ახალგაზრდები ვართ რა ხო მე მაქვს იმის ამბიცია და ირგვლივ ისეთი ხალხი მყავს რომ ბევრად უკეთეს ქვეყანაში შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად მეტი პასუხისგებლობა შეგვიძლია ვიღოთ და ბევრად მეტი საქმე შეგვიძლია გავაკეთოთ და ესე რანაირი უიმედობა და საკუთარი თავის რწმენის არ ქონა არის რომ აი რა ვიცი ხო აი მოდი წავალ მივალ მოვალ რა მაგას რა უყოთ აი რა გონია აი პატარა რაღაცას დავამატებ და ამ საუბარში აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური კომპონენტი იმიტომ რომ არ უყვარს ლევონს პოლიტიკა მაგ სპეციალურად ის უყვარს ამ ქვეყანაში პოლიტიკა და პოლიტიკოსები მაგრამ ზუსტად მაგითო ვილაპარაკოთ კაცო არც აქედან არავის არ უყვარს თუ შენ შედარებით ცოტა შეიძლება გიყვარს მე ვასე მე კი ხო მოკლედ პოლიტიკური კომპონენტი როგორი იქნება სწორი ზუსტად იმ გადმოსახედიდან რომ ძალიან ბევრი ადამიანია ერთი წამი კეთრი ერთ რაღაცას რა პოლიტიკა ის რა ფორმითაც ჩვენ გვინახავს და ვიცით ამ ქვეყანაში და იმის გემოვიცით და რანაირი არის ხო აი შეგრძნების დონეზე ეგეთი აღარ ვარ ეგეთი არც მე აღარ მომწონს მე სხვა რამეს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ კი არა ზუსტად ვიცი რომ შეიძლება იდეალისტი ადამიანების ხელით ისეთი პოლიტიკა გაკეთდეს რომელთან აფილირება არავის არ მოერიდება მაგრამ მოკლედ ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მთლიანად ხელისუფლების და ოპოზიციის გაშავებაში დიდი წვლილი მიუძღვის მათივე შეცდომებით და დანაშაულებებითაც და ასევე მოსახელისუფლებო პროპაგანდასაც რომ აი ჩვენ თუ არა ჩვენზე უარესები არიან სხვა ეს ორივე მოცემულობა გვაქვს ანუ ობიექტურია იმ ადამიანებს ვერავის ვერ ვეტყვით რომ აი შენ პოლიტიკოსები რატო არ უყვართ იმიტომ რომ ვიცით პასუხი რატოც არ უყვართ და ლოგიკურია რომ არ უყვართ ხო მაგრამ აქ შემოდის რაღაცა მაინც პოლიტიკური კომპონენტი ხა ჩვენ რამდენიმე გადაცემაში ვისაუბრეთ რომ აი მე რომ აქ ჩახვეული რომ აი ეს როგორი უნდა იყოს ისეთი ახალი არჩევნები რომელზეც ვიტყვით რომ ხო აი ეს არის წესიერი არჩევნები და სამართლიანი არჩევნები ხო აი რა ამას შეიძლება აი ესე აი რომ ძალიან ვიწვალოთ შეიძლება ჩვენს დავდოთ რაღაც ჩვენი მოსაზრებები მაგრამ ისე სტრუქტურული ფორმა შეიძლება ვერ მიცეთ ანუ რაღაცა მაინც არის საჭირო პოლიტიკური კომპონენტი ოღონდ აი ეს რა დოზით უნდა იყოს ჯობია თავისთვის იმუშაონ უცხოელებს ემუშაონ თუ პირიქით ჯობია ყველა ერთად გამოცვიდნენ და რუსთაველზე დადგენ აი ამაზე როგორი საგაკ შეხედულებაში როგორ არის ისი რაღაცა ვის პროპაგანდის შემოგდებული იმის გვერდით არ დავდგები ამის გვერდით არ დავდგები უკვე გადალახული არის მე მგონი რა ფაქტი სახეზია თუ მაინც ადამიანს პოლიტიკურ ველზე პარტიული შიმშილი გაქვს და ვიღაცა გაინტერესებს მოხვალ რუსთაველზე და რუსთაველზე ნახა ხო ანუ გაჩნდა ახალი პოლიტიკური პარტიები რომელსაც რაღაცა ეს ისე პროპაგანდის შემოგდებული რაღაცა წარსული იარლიყებით ვერ მიუდგები ხო რა რამდენიმე არის რა ახალი ხო სიტყვაზე აი თავისუფლების მოედანია სოციალ-დემოკრატები არიან სართული არის ახალი ტიპები გამოჩნდნენ ხო აი ეგეთი ძალას ეგ ხო რეალურად მე ხო ჩემს მაგას ჩანს რომ აი არა ძალას მე რას ვამბობ სუფთა ხალხის ინტერესი რომ იყოს ეხლა მაგალითად აი ლევან ცუცკიძის დაძახებულზე ვარ მეშლება ხო დაძახებულზე მინიმუმ მაშინ რუსთაველი უნდა ივსებოდეს
ხო, მაგას ამბობ, ეგეც ანუ უკვე არის რაღაც ფარისეულური შეყვანა. კი ბატონო, ტიპი პოულობს ყველა მიზეს იმისთვის, რომ არ გამოვიდეს, არ დადგეს აი ამ თავის დისკომფორტში უკვე თავისი ის მორგებული აქვს ეს თავისი დისკომფორტი რა ის რაღაც დაბალი ხელფასი პრობლემები რაღაცები ამას შეეგუებულია და რაღაცა სიახლეები გართულება ესეც არ დავკარგოს ხო და მაგიტო არის რომ გეუბნება რომ აბა ვინ უნდა იყოს და რა ვიცი ვინმე რო იყოს მაგისთვის არჩევნები არის საჭირო არჩევნებისთვის აი ამ რეჟიმისგან განთავისუფლება საჭიროა. მნიშვნელოვანია რომ დავაკვირდეთ რა ის რა ფულის შეიძლება რაღაც აი საქართველოს მოქალაქეების აგროვებული ფული დაიხარჯოს სხვადასხვა საქმეებზე, სოციალური თემები იქნება, ეს განათლება იქნება, ჯანდაცვა იქნება თუ ინფრასტრუქტურა იქნება თუ ასე შემდეგ. ჯერ ხომ ნახეთ ტიპები რაღაც ჩემოდნებით ეზიდებიან სახში მაგ ფულს ეგ ერთი. აი მინიმუმ მარტო აი ეს თავდაცვის მინისტრი რომ აი ეგ მარტივი მაგალითი რა ერთი აპარატიდან 1.5 მილიონი აქვს წაღებული ტიპს. 1.5 მილიონი არ ვიცი ერთი კორპუსის აშენება რა ჯდება 1 მილიონი რამდენ დევნილს მაგალითად დაუკმაყოფილებდით საცხოვრისის პრობლემას ან მრავალშვილიან ოჯახს ან რავი პატარა აი არ ვიცი კოტეჯს ააშენებდი და ვაგონში რო ცხოვრობს ხალხს იმას მიც ანუ იმდენი ფული არის ბიუჯეტში ხო და ეს რაღაცა არა ყოველ კვირა სხვადასხვა ჯგუფის მშობლები მიდიან ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეხოწებიან რომ ყურადღება მოგვაქციეთო ხო? ხან წამალი ეთავდება ქვეყანაში და ხო და ჩვენთვის არავინ არ იქნება ხა ესე თუ ვიძახე 28 მილიარდი ლარი არის შენი დადებული ფული და აი ხა ეს ფული რომ მინიმუმ ის კითხვა უნდა გიშდებოდეს ადამიანს რომ აი რავი 10 წლის წინ 15 წლის წინ 8 მილიარდი იყო თუ რაღაც ეხა 28 არის ეხა ეგრეთ არ გაძვირდა რაღაცები რომ ეს იმას არ ყოფნიდეს რომ აი ამ ქვეყანაში ნაგვისყუთებში არ იქნება მაგაზე მოდი ეხა მოსაზრებას ვიტყვი მეც აქამდე კითხვებს ვახო მაგრამ გადაცემაში ჩვენ უფრო ესეთი დისკუსიო გამოგვიყვება გადაცემაში ერთხელ მეც ვიტყვი მოდი ჩემი მოსაზრებას აი ეს ყბადაღებული თემა რო აი ეს ცუდი და უკეთესი პოლიტიკური პარტია ვინ არის ანუ ჩემი აზრით მე მოკლედ არ მჯერა რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება გამოჩნდნენ ისეთი იდეალური პოლიტიკური ძალები რომლებსაც ვიტყვით რომ ვაიმე აქ ამათ ველოდით და ესენი ყოფილან ვინც ყოფილან მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენ შეიძლება გაცილებით უკეთ ვიცხოვროთ თუნდაც აი ამ ცუდი და რო არ მოგწონს ახლა რო არის ისეთი პოლიტიკური სპექტრის პირობებში თუ ეს დაწყევლილი ძალაუფლება იქნება გადანაწილებული და ერთი მიშას, გრიშას, ბიძინას, ედიკას და ზვიადის ხელში არ იქნება ჩამოკიდებული. იქიდან გამომდინარე რომ აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. რაღაცა ვიღაცას კანონპროექტის გატანა რო ენდომება ამ დაწყევლილ ასევე პარლამენტში ამას უნდა კონდეს დიდი ზურგი საზოგადოებას უნდა უნდოდეს ეს და ის უნდა ჩალიჩობდეს რომ საზოგადოებას აუხსნას და მოანდომოს რომ აი ეს რეფორმა არის გასატარებელი. ისე კი არა რომ მე ხლა მინდა და მოდი აქციებზე დგომა საკუთალა მოდი იმაზე სოციალიკეს კითხები. ხო? ანუ ხო რა ვიცი არ მეთანხმებით? ანუ ძალაუფლების გადანაწილება არის დემოკრატიისკენ მიმავალი მთავარი გზა. აი სულ რო ცუდები იყვნენ გარშემო, იმ ცუდებს რო უწევთ რომ ყველას ანგარიში გაუწიონ და საზოგადოებას მოაწონონ თავი, უკვე სხვანაირად იქცევია. ეხა აი შენ აი ესე მოვიდეს სიტუაცია რა. ლევანი რო ვარს მეუბნება ვიცი. აი შენ ეხა რა, აი რომ მოითხოვს ხალხმა, 25000 კაცი არის ერთი ადგილი საპარლამენტოს იმაზე რა ქვია. შემადგენლობაში. და აი 25000 ვიღაცა აი საინიციატივო ჯგუფი რო დაგადგეს 25000 ხელმოწერით, რომ აი ხალხი მოუგროვდითო და შენ გვინდა რომ იჯდე პარლამენტშიო. რა სიზა? მე ვეტყვი ეგეთ ადამიანს გამზადებული პასუხი მაქვს. და მე ვეტყვი ეგეთ ადამიანს რომ ფიქრია მაგამდე. მე თუ მენდობით ხო ძმაო? აგერ ვეტყვი რომ აი გიორგი ახობაძეს ვენდობი როგორც საკუთარ თავს. მოდი გიორგი ახობაძე იყოს ხო? და მე მიჩვენე აი ჩემი სიმართლის თქმელი დავარქვათ მე რასაც ვიძახი ჩემ თავს თუ მაკონტროლებელი. რატო გონია რომ ხელში ეგვის? მოდი ეს კაცს დავტოვეთ მარტო ერთი წამი. იგივე კითხვა მაქვს ლევანთან. შენ რა სიზავ? მე არა კაბინეტისთვის. კაბინეტი არა, რაც უნდა კაბინეტი. იგი მგონი. რა მგონი მე ანუ ნორმალურ წყობაში და ქვეყანაში თუ უყურებთ აი თვითმართველობა იყოს, აი კაბინეტი არა. თვითმართველობაც კაბინეტი არა ეხა ხობის მერობა რო შემოგვიდა. აუ გაგიჟდებიან დაჩიბერაიას მადიდებლები ეხა იხუმრა მეგობრებო. იხუმრა. თან შემოგთავაზონ ეგრე არ არის მე არჩევითი პოზიცია.
და არჩევანს რამდენი კაცი ცხოვრობს ხობში? ხობში ცხოვრობს ქალაქში 4000 და მუნიციპალიტეტის 29 სოფელში 33 იყო 20-ის. აი უნამუსო იყო ესე ზუსტად თუ იცოდენ დღევანდელმა თანამშრომლებმა მაღალ პოზიციებზე ვინც არიან ხობის მერია. არიცი აქციონები აქვს ყველა. კონკრეტულმა ტიპებმა იციან რა და ცოცხალი ვინ არის სიაში და ვინ აღარ არის ცოცხალი სიაში ეგ მაგრამ აი არჩევნებს რა შეიძლება ხობში აი შეიძლება დაგიდგეს ეგეთი არჩევანი აი რაღაცა მოგადგეს რა მაგა ხობელები რომ მოგადგნენ რა ხობში მქონდა სხვათა შორის მოთავაზებები ოპოზიციური პარტიებიდან რომ აიო გაიჩითეო ჩვენთანო ის კი ერთი წელია დასუფთავების აქციას ვაკეთებ და კვირა დღეს თქვენ არ გაიჩიტეთ არც ერთხელ ჩვენთან და რასინდისით მეძახით მეთქი რა და არჩევნებს არ შეიძლება მანდაც იყო რა ჯერ თვითონ ამიგორის რომ აიო ის რაღაცებს იმიტომ აკეთებს ხობის მერობა უნდაო და ეგეთი პასუხი გავიცი რომ მეთქი არჩევნებს იგებს ხმები და მარტო ჩემ ქუჩაზე არის 26 ხმა და 6 ვერ ავიღებ იქიდან მეთქი იმდენად მოწამლული არის ველი საერთოდ იმედზე ხედავ ქართს ლევან ჯობავა ამბობს რომ 6 ადამიანზე მეტი არ მისცემდა ხმას თავი მუღამი რა არის აქ უფრო იმაზე მაგრამ ხალხი მოგცემს ხმას არ მოგცემს ეგ უკვე შენი მოქმედების ამბავია მაგრამ აი შენ როგორც გადაწყვეტილი საჯარო მოხელეთ მგონია რომ საუკეთესო ადგილი სადაც შემიძლია რომ ვიყო და რაღაც ვაკეთო არის საჯარო სამსახური მაგრამ რაღაცა აი ეს პარლამენტი თვითმმართველობა და კაი პარლამენტი ცოტა კიდე სხვა კომპეტენციები აი ყველაზე მეტად რაც მინდა და რაც მე მაწუხებს და რასაც აი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმე არის ის რომ ჩვენ თაობებს ჭირდება გაჯანსაღება და გაჯანსაღება ესე მოდი ფიზკულტურა გავაკეთოთ დილით და ეს რა ქვია მსუბუქი რაღაცა აერობიკით ხო ანუ მაგაზეც გეტყვი აი ხო გვინახავთ ეხლა პოლიტიკოსები ბევრი ყოლიათ რა დაждდებიან და აი სერიოზული სახეები დაცხებენ ერთმანეთს უნდა იყოს თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური სავალდებულო ან არ უნდა იყოს სავალდებულო და ამაზე აი ქანებენ ერთს არ მოსულია აზრად თავში რომ სკოლა გვაქვს რა სკოლის მოსწავლეები ყავს. მერვე, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგვიძლია და არის ამის გამოცდილება რა, რაღაც პატრიოტთა ბანაკები იყო, ისინი აკეთებენ რაღაც ბანაკებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგვიძლია წავიყვანოთ აი ეს მოსწავლეები, სადაც ზუგდიდელი და თელაველი ტიპი ერთმანეთს შეხვდებიან. მინიმუმ ერთმანეთს გავაცნოთ. კი, წნეხში ერთმანეთს შეხვდებიან და რა არის ძირითადი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ამბავი, ხო? არის სასისხლე მომზადება, არის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, არის კავშირგაბმულობა და არის ნავიგაცია. ანუ შეგვიძლია რომ სკოლაშივე ეს ტიპებს ისე სიცილკისკისი თუ ასწავლოთ და თან ერთმანეთს დავამეგობროთ რომ მე სადღაც მეტროებთან როჟებით არ უყურონ ერთმანეთს და გამოხედვის გამო არ დაჩეხონ ერთმანეთს. ხო? აი უცებ ერთი მარტივი მოდელი. ისეთი რაღაცები აქვს ჩემი საკვირაო სკოლის მოსწავლეებს თავიანთი იდეები ჩემთვის ნათქვამი რა. რომ აი მაგას მინდა ვაკეთებდე, რომ ბავშვების ცხოვრება იყოს უფრო აქტიური და ჯანსაღი. და არ ჭირდება ამას, არც პარლამენტი, არც მერობა, რაღაცა სიუცე. არა, პარლამენტი და მერობა. მეცაც გეტყვი, საჯარო სამსახურიც არ მინდა ამის საკეთებლად, როგორც აი ნორმალურ ქვეყნებში. სადაც მაგალითად ჩვენ პარლამენტარებს შვილები მიყავთ, სასწავლებლად და ცოლები სამშობიაროთ, იმ ქვეყნებში თავისითად შეგიძლია რაღაცები აკეთო, იმიტომ რომ რა გჭირდება ყველაზე მეტად, რომ ბავშვებს რაღაც შეუქმნა. ინფრასტრუქტურა სახელმწიფო აკეთებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო ფულს ასხამს ინფრასტრუქტურაში და ბავშვთა სპორტის მასობრიობაში. ინფრასტრუქტურა გჭირდება და კარგი მწვრთნელი. მწვრთნელს იმაზე რო უწევს ფიქრი ვარჯიშის დროს, რომ ფული საიდან მოიტანოს. თავის შვილს რა ავტობუსით სადღაც დაიყო. ანუ თავის შვილს რო რაღაცა მიუტანოს მაგაზე რო უწევს ფიქრი, მაშინ როცა მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე მაგ დროს. ხო, იქ დამთავრდა არაფერი არ გამოვა. მწვრთნელები რომლებიც ახლა კერძო კლუბებში მუშაობენ, სადაც ბავშვების მშობლებს აქვს შესაძლებლობა რომ გადაიხადონ და ბავშვებს რამე თუ დაჭირდებათ, ეგრევე დატრიალდებიან და რაღაც ის მწვრთნელი მუშაობს ლაღად რა, ანაზღაურებაც მაღალი აქვს, რაღაცეებზე სანერვიულო არ აქვს. და იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30% ხო სოციალურად დაუცველია, აბა დავფიქრდეთ, რამდენი ბავშვი რჩება სპორტის მიღმა, სახელოვნებო წრეების მიღმა და მერე სადმიდის მათი ენერგია. და მე რაღაცა ვაიმე საიდან ბავშვებში ამხელა აგრესია. რა ვიცი, აგრესია იქნება რა სკოლაში შეიათ, ნორმალურად არაცვიათ და რაღაცა ერთნაირად ეცმეო ესეც გვითხრეს.
ხო, ნუ მშობელმა უნდა შეუკერესო და მანდაც ეხა მე წავა ალბათ რაღაც სამკერვალოების ტენდერები და რაღაცები. არა, მე მგონი მოსწავლეებიც მაგ ფორმებს მიუჩენენ თავის ადგილს. ერთ თემის შემოტანამდე შენ თქვა. ქართული ოცნების კუჭნაწლავის ტრაქტში. რა თემის შემოტანამდე, იცი რა, ნაწილობრივ შევეხეთ ადამიანების ძალიან დიდი ათობით და ასობით ათასი ადამიანი არსებობს, რომელიც გამოდიოდა აქციებზე და ეხლა ანუ რაღაცის გამო ვეღარ გამოდის და მე მგონია რომ ძირითად შემთხვევაში ეს არის მაინც რაღაც საყოფა ცხოვრების საკითხები, ყოველდღიურობა, სამსახური, ოჯახი, რაღაცა ემოციურ საკითხებს რო არ შევეხოთ ეხლა წმენა დაკარგეს, არ დაკარგეს, ასე შემდეგ. მაგრამ ბევრ ადამიანს, გაცილებით ბევრ ადამიანს ხედავ მაგალითად სოციალურ ქსელებში აქტიურს, იმაზე მეც ყოველ შემთხვევაში ვიდრე რუსთაველზე გამოდის, ხო? რა შეიძლება გააკეთონ ამ ადამიანებმა გარდა იმისა, რომ უთხრათ, რომ აი რუსთაველზე გამოდი იქნება ცოტა ხშირად. აი ამის გარდა სოციალური ქსელები იქნება, სამსახური იქნება, ტრანსპორტი იქნება, არ ვიცი, აი კიდე რით შეიძლება დაეხმარონ პროტესტს? რაღაც თეორიული ვარიანტები რა შეიძლება იყოს ამის? თუნდაც ზოგადი, ეს კონკრეტულ აქტივობები რო არ ვთქვათ ეხლა. მეც გეტყვი ლევანი, გეტყვის მაგის. პოსტებს რაც შეეხება, აი ყველაზე მაგარი მაგალითი არის რა, რომ პოსტი არის ჰაერი და მეტი არაფერი. გახარიამ რომ დაპოსტა ხო გახსოვს სელფი წასვლის დროს და 300,000 ლაიკი 24 საათში და გაგიშნე აი მოვიდაო მესიო და აი 7-8% აიყო რა საერთოდ 7-8 ხო ანუ 7-8%-ია 160,000 ხმა არა მაშინ ვამბობ რა მაგას რაც მოაყოლა ხო და აი პოსტებს კარგია კი და აი რომელი ნაწილის არ მისმის იცი რაღაც გადავამოწმებს გადავამოწმებს 20 ივნის იყო მოხდარი მაგ პოსტს და ლაიქები ხო და სანახავი ეს 300,000 ვინ 300 არ დარჩებოდა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ეს პოდკასტი ეთერში რო გავა გახარიას იმ პოსტს ბევრი ლაიქი მოაკლდება ება დარ გამოგვიჭიროს ლევან ჯობავა და გიორგი ახობაძე ხო და აი ეს ანუ ფიზიკურად თუ არ ხარ პროტესტში აი იქ ადამიანების გვერდზე თუ არ დგახარ კვირაში ერთი დღე მაინც ან კვირაში ორი დღე მონდომებაზე არა მაინც ეგრე მგონია რა ვიღე მე ძალიან ბევრი ტიპი გამახსენდა ხმალა მოღებული წერენ პოსტებს რა მეგობრები არიან კი ბატონო ყველაფერი მაგრამ რავი მე ამ ბოლო დროს ცოტა მოუკელი სიარულს და მეც მიმართვლის ცოტა ხანს არა შენ არ გაგისთორავს ეხა ბარებიდან და რაღაცა ივენთებიდან გიჟივით და აი მაგ არ მესმის მაგის რა რომ აქციასთან ესე დისტანციურად პოსტით ხარ და სადღაც მიდიხარ და მაგრა გულაობ რა აი მაგის მუღამს ვერ ვწდები იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს რა ერთხელ მაინც შარშან ვინც აქციაზე იდგა ყველას მინდა ახსოვდეს რომ ძალიან ბევრი ადამიანი გისოსებს მიღმა არის გამოკეტილი ზუსტად იგივე ერთი და იგივე ბრჭყალებში დანაშაული გვაქვს ჩარდენილი რა რუსთაველზე ვიდით და ვაპროტესტებდით. აბსოლუტურ შემთხვევითობა რომ ჩვენ არ ვხედავართ და ისინი აი იმ ლოტოტრონში, ხოცების ლოტოტრონმა უბრალოდ ისინი ამოუვიდათ რა. ანუ შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყავით იქ და მაშინ როცა აი კვირაში 1 საათს ვერ პოულობ მანდ გამოსასვლელად. გახსოვდეს რომ წელიწადზე მეტია უბრალოდ საკუთარ შვილებს, საკუთარ მეუღლეებს, საკუთარ ოჯახის წევრებს ვერ ეკონტაქტებიან ეს ადამიანები თავისუფლად. 4 კედელში 8 კვადრატში, ხო? არიან ცოტა მეტია, მაგრამ ხო, რაღაც პატარა სივრცეში არიან გამოკეტილები, სადაც შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანი და მათთვის რუსთაველზე დგომა და რუსთაველზე აქციის ნახვა ძალიან მნიშვნელოვანი რამე. რა იყო ადმინისტრაციული ეს არის ყველაფერი ალბათ ამ წუთას იმას. მაგას გარდა აქ იყო ერთი ესეთი რაღაც, რომ ეგ ხარ აბძოლაშიც მან შევდიოდით, ერთხელ ნანახი ქონა, ორჯერ ნანახი ქონდა. აი გიორგი მოგვიყვება შიგნიდან როგორც ჩანს. ყველა მიცოდა, შიგნიდანაც არა, გარედანაც ეგ არის და შიგნიდანაც ეგ არის. თორემ ყველა მიცოდა, რაზე მიდიოდა, ყველას თავი ქონა გადადებული და რაღაცნაირად ერთმანეთის მიმართ ნდობის მანდატი იყო გაცემული. მე ესე ვგრძნობ რა. ხო და ეგ წინა რიგებში ვინც ხალხი იდგა და რა ვიცი თავის ჯანმრთელობით იხდიდა ამ ფასს ხო ზოგი თავისუფლებით ეხა ეგერ ხო ციხეშია
ის ხალხი იხდიდა იმის იმედად, რომ ნდობა ქონდა, რომ აი უკან 800,000 კაცი ედგა, იმ 100,000 კაცის ჯეროდა და ენდობოდა, რომ ეგ არის საქართველო და ხა შენ რომ რაღაც მომენტში ვის სირწმენა დაკარგე, ანუ რა ვიცი, აი რის სირწმენა დაკარგე, რომ იქ ვინც ვიდექით ერთმანეთის სირწმენა დავკარგეთ? მესმის ვიღაცები, ანუ ვიღაცებმა რაღაცა ვერ ქნეს, მაგრამ ერთხელ მაინც აი შევიკრიბეთ და ერთი კვირა არ დავიშალეთ, 10 დღე არ დავიშალეთ, 2 კვირა არ დავიშალეთ, რაღაცნაირად, ანუ სხვა დისკომფორტები გავაკეთეთ, არ გაგვიკეთებია. და გამოდის რომ ეხლა ჩვენ თუ ამ მომენტში ჩვენი თაობა ერთმანეთის მიმართ ამ ნდობას დაკარგავს, მე რასაც ვხსნობ. მე არ ვიცი, მე საერთოდ აბა ისი იმედი შეიძლება გქონდეს რა და ამ ნდობას პირველ რიგში ამ ნდობას აზიანებს ის, რომ როდესაც ამდენი ხალხი ციხეში ყავს, ჩარჩენილი მინიმუმ ზოგი უკვე ყველა ცუდ ისა რომ მოიხადა ერთი ორმა ბიჭმა ისინი როგორ გააშავეს, აღარ დაუწყება ხამაგაზე ლაპარაკს კიდე და ვიღაცები ნაც უწევს. თან წინ არის სააპელაციო პროცესები, არის უზენაესის პროცესები. რეალურად ჩვენ სათანადო ზეწოლის ფონზე შანსი გვაქვს, რომ ეს გავუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენები რაღაც მხრივ რა, ისეთი ზეწოლა გავაკეთოთ და თუ ჩვენ ხა ამ რამოდენიმე თაობას ახალგაზრდები ვისაც გვქვია, მაგის თავი არ გვაქვს, რომ ერთმანეთი დავიცვათ და ერთმანეთის ნდობა გავამართლოთ. მე აი ცოტა სკეპტიკურად უყურებ, საერთოდ რა მომავალი გვაქვს მაშინ რა და აი მაგ მოქმედობით და სახში ჯდომით ეგ იკარგება რა ჩემი. აი ძალიან ნეგატივისკენ ხო არ წავიდეთ, ჩვენ ახლა ისეთი ხალხი ვართ აქ შეკრებილი, რომ ცოტა მაქსიმალისტები ვართ და მეტი გვინდა. ანუ ეს ნეგატივისკენ არა, იქ რუსთაველის პროცესი, ანუ რუსთაველი აი ვერ გაჩერდება, შანსი არ არის. აი რა დიდი მილიდან ეს ვერ შეჭამ ჩანგლით. ხო? ისე არის რომ ანუ ეგ ამბავი ვერ დამთავრდება სახში ყოფნით რა და ხა მაქსიმალისტი ანიკითანი დიდი მილი რომ წარმოვიდგინო, სადაც აი წყალი გადის და რომ გასკდება სადღაცით. აი რომ დაკოლო თავის თუ ისა აქ რა დახურული. სადღაც გახეთქავს კიდე რა, სხვა მხრიდან ამო და სანამ არ გახსნი ამას, მანამდე არ ეშველებ. რაც არ უნდა ეხა კანონები მიიღონ, ხო? აქამდე ბოდიში რაც მიიღეს, სხვათა შორის, ყველაფერი უარესად შემოუტრიალეთ. ანუ გზა რო აღარ გადააკეტინეს, დაიწყო ეს მარშების სიარული, იმან უარესი დისკომფორტი შემოუტრიალეთ. უარესად იტყვის, ხო? 130 კაცი წავიდა იმაში, რა ქვია, ადმინისტრაციულით. მაგრამ თავიანთ ამბავში კი გაურთულდათ საქმე. და ეხაც ძალიან ის იქნება რა, საინტერესო. ნახოთ აბა რას ფიქრობენ, აი რა გონიათ, რომ ვინმეს დაჭერის ეშინია? აი მაგაზე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად იმ ადამიანებმა, რომლებიც დატყვევებული ყავს რეჟიმს, ისეთ სიმაღლეზე აწიეს თამასა, რომ აი შიში ავტომატურად მკვდარი არის რა. არც ერთს არ უთანამშრომლია, არ დაუწყია რაღაც შეწყალებაზე წერა რაღაც და გაჩვენებენ, რომ აი ესე თუ მართალი ხარ, ბოლომდე აი ესე მართალი უნდა იყო, აი ესე მაგრამ უნდა იდგე. დგას ის ხალხი რუსთაველზე რა. შემოგვაკლდა ბევრი, შეიძლება ითქვას, მაგრამ რუსთაველი არ გამქრალა და არ ჩამქრალა და არც ჩაქრება, შანსი არ არის რა. შანსი არ არის. არის პერიოდული მატებებიც. კი, პერიოდული მატებები, იმიტომ რომ აი სად მოვაბრუნებ ხა და დაუბრუნდები. იმიტომ რომ ჩვენ სკოლის პერიოდში არ ვართ მიჩვეულები დისციპლინას და წუთნას, რაღაცის რუტინაში გადატანა გვიჭირს. მასაში ვამბობ რა. ზოგადად ხო? კი, ეგ არის ზუსტად რა, აი, რა ვიცი, აი უბანში რო ჩახვიდე და რო თქვა რომ შაბათობით დავასუფთავოთ ჩვენი უბანიო. პირველ დღეს, პირველ შაბათს გამოვა, ბევრი ხალხი ბავშვებს გამოიყვანენ დასუფთავების მერე წვადი შეწვა დალევა რაღაც. მეოთხე შაბათს ორნი არ იქნებით რა. აი ეგ არის, იმიტომ რომ აი ეს რუტინაში გადატანას ქმედებების არ ვართ მიჩვეული. ამ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ შეგვძლებია უეჭველი და ზუსტად ვიცი მეტსაც შეგვიძლია. უბრალოდ უნდა გამოვხიზლდეთ და მივხვდეთ, რომ ეს არ არის თამაში, ეს არ არის სხვისი ცხოვრება, ჩვენი ცხოვრება. წარმოიდგინე, მარტო ერთი წელი უწყვეტ პროტესტში წავიდა, ხო? მაშინ როცა აი როგორც გიო ამბობდა, ეს ერთი წელი რა მაგარი რაღაცეების კეთება შეგვეძლო, ხო? ყველას თავის სფეროში. ვიღაცა ბავშვებისთვის გააკეთებდა რაღაცა, ანუ რა, ბევრი რაღაცა. სულ რო არაფერი პროდუქტიული არ გააკეთებინა, სასიამოვნოდ გაატარებდი ბოლო დროს და რაღაცა ფეხბურთი არ მოგწამლავდნენ რა. თეატრში წახვიდოდი და კინოში და არ ტრიბუნიდან არ იქნებოდი განდევნილი, იმიტომ რომ რა, მე ტრიბუნიდან განდევნილად ვთვლი თავს, რა, ვეღარ მივდივარ, აი, აღარ
მეკაჩება. იმიტომ რომ მინიმუმ აი სუ პარიზის პროტესტები ყველას მაგრად რაღაცა ხდება ხოლმე რა. შენ თუ იმის თავი არ გაქვს, რომ შენი იმ დონის თავისუფლება დაიცვარო, ან ტროტუარზე, ან ქუჩაზე, რაღაცა პროტესტი გაქვს გამოსახატავი და ამის გამო ციხეში გიშვებენ ერთი წლით, ანუ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რომ მაგის უფლებას აძლევ, რომ ამაზე სიცხლის სამართლის დანაშაული შემოგთავაზოს და შენ ამას შეიზილავ. მაშინ რავი, ეხა ევროპა მინდაო, ნუ გაიძახი რა, რაც გინდა, იმას იღებ რა მერე რა. შეიძლება ეხა რაღაცა ის შენი შვნასავითან რაღაცა ესეთი ის გამომდის ვინმეს მიმართ, მაგრამ ეგ არის რა მოცემული რა. მაგრამ დავესესხები გიორგი ახობაძესვე, მაინც ესეთ ცვლილებებს ახდენს გარკვეული კატეგორია ადამიანების და იგივე ჩვენი საქართველოს ისტორიის განმავლობაში და ესე ყველა ერთად ეხა რამდენი კაცი 9 აპრილზე იქ დგომას იბრალებს, იმერი კაცი რო ყოფილიყო? არა, მე ლაპარაკი 50000 და 60000 ადამიანზე მაქვს, რავი ეხა 50000 საქართველოს მოქალაქე, ნუ ამ ბოლო წლებში არა, მაგრამ მანამდე წლებში ჩნდებოდა ყოველ წელს. იქიდან ნუ ზოგი ეხა ყველა ცოცხალი ვერ რჩება, თქვა სრულწლოვანებამდე, მაგრამ ეხა 50-იან 30-40 ხო მაინც რჩება. კიდე რა მომენტი მგონია, იცი? საკმარისად ბევრი და საკმარისად დიდხანს მდგომი ხალხი იყო იქ იმისთვის, რომ ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ნორმალური ხელისუფლება წასულიყო. ხა ბულგარეთის მაგალითად. არ ყოფილა. ერთი ღამე მითხარი, როცა გასმეუნები, კაცო, ღამე რო არ იდგა, მერე რა ყოველ დღე რო 5 დღის განმავლობაში დილით ქალაქი რო იღვიძებს და დილის 8 საათზე იქ რო დგას 30000 ადამიანი, ეგ სხვა რაღაცაა და დილით ქალაქი რო იღვიძებს და ნანახი გაქალბათის კადრები ვაკის პარკთან 200 კაცს რომ მისდევს თელი ცეკაპედე დასაჭერად, ეგ კიდე სხვა სულაც. დილის 8 საათზე საქართველოში 30000 კი არა 10000 კაცი და 5000 წარს არასდროს არ მდგარა მე. ხო და იმიტომაც არასდროს არ ვართ ევროკავშირში და თუ რამე გვინდა უნდა მოვითხოვოთ მაგ მასშტაბით. ეს ბულგარელები იყვნენ გამიშთებით მაგდენი. არ ვიცი ბულგარელები საერთოდ ბულგარელებს შეედრები რა. რატომ აქეთ რო შეგვედარო აი კი გადააყენეს თავრობა და ხო, მაგრამ იმიტომ რომ იმათ თავრობა სხვანაირი ისაა, ანუ იმან იცის რომ ანუ ამდენი ხალხი რო გამოვიდა, ამდენი დღე რო გამოვიდა, всё, ლეგიტიმაცია აღარ მაქვს უკვე და ესენ ლეგიტიმაციაზე არ ფიქრობენ, კაცო. ამათ უკვე ხელი ჩაიქნიეს, რომ აქ რეალური არჩევნებით და რეალური დემოკრატიულობანას თამაში და არაფერი არ გამოვა. დემოკრატიული აქ ხო, აქ არის პირდაპირ შიშველ ძალაზე დგანან ხა რა. კი, ძალაზე და მორევაზე, იმიტომ რომ სამართლის ნატამალი არ არის რა, არსად. გერევი და მე ვარ. თან ის პროტესტის ამბავზეც ისევ განათლების სისტემას მიუბრუნდები. აი ჩარჩენილი არის რა ის საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის წყალებში პახმელია და მან დავართ. სადაც უარყოფითი აზრის გამოთქმა ტეხავდა, პროტესტის გამოხატვა ტეხავდა, უფროსთან არ დათანხმება ტეხავდა და ამ ყველაფერს ინტრიგნობას ეძახდნენ რა. პროვოკატორობას. ხო, რა პროვოკატორი, ინტრიგანი, აი რა არ მოგწონს, რავი 1000 რამე არ მომწონს რა. ჩამოთვლა რო დავიწყო, ხო? აი მაგაშიც არის ძალიან ბევრი. ჩემი თანატოლი შეიძლება პატარა ჩარჩენილი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა იმ სკოლის პროდუქტები ვართ რა, რომელიც აი რაღაცნაირად საბჭოთა კავშირის მერე ეს ზედაპირული ბჭყალებში ევრორემონტი გაუკეთდა ეს. პირველი მასწავლებელი გადავაყენეთ მე-4 კლასში. კი ბატონო, არ მე-4 კლასიდან რევოლუციონერი ყოფილი. მე-3 კლასში ვიყავი თბილისიდან, ხობში ავწიე ბაბეგი ისე რომ არავინ არ იცოდა. ერთი ცუდი ამბავი მოუვიდათ რა, მოსრიალდნენ საკუთარივე ესე ჩადენილ დანაშაულზე რა, BBC-ს გამოძიება მინდა შემოვიტანო ეხლა თემა. რაღაცა რო აქვს მიქარული ფაქტია. ეხლა ჩაგვეჭიდნენ რომ კამიტი არ გვიხმარია და ის ვიხმარეთ და ასე შემდეგ. რაღაცა აქ ფაქტია ცუდი გაკეთებული. იმიტომ რომ ვიცით ეხლა აქამდეც ვილაპარაკეთ პროპაგანდაზე, ისე დავარცხნილად ამას მოვაგვარებდნენ, ამდენი ხმაური არ დაჭირა, აფუჭებული სახეებით იდგნენ რა და ამაზე უნდა რაღაცნაირად გავაკეთოთ მიყოლა ბოლომდე. აი შე როგორ ფიქრობ რა ხო და ნუ აი კიდე დაგვეწია გზაში თვალების დათხრის ამბავი სტრასბურგის გადაწყვეტილება საია მოიგო ეს საქმე და წამება არის იქ ნახსენები და მე ხა ეთერში ტელევიზორზე ვიყავი და ბოდიში მოვიხადე წინასწარ სანამ ვიტყოდი, მაგრამ ამ ერთ წელში რაც მოხდა მეთქი, იმასთან შედარებით ისე ჩანს თქო რა, ეხა ის ყველაფერი შესაძლოებელია და რა ვიცი, ეხა რაღაც ივნისი მაგასთან შედარებით ალბათ ის გვეფერებოდნენ შეიძლება ვთქვათ, ცალკე ფიზიკურად და ცალკე ქიმიურად ის ქნეს აქ ხო სოჟეტა მოვაწყეს რუსთაველზე და ეს რას აჩვენებს? ჩემი მერეთ ეს აჩვენებს, რომ რეალურად პრობლემა რო არ
კონდეთ ცხელტყუებსაც გვესურიან რა მართლა ისე ვფიქრობ. აი რო არ ფიქრობდე რომ ამან ისევ ხელისუფლება არ დაგვაკარგინოს ძალიან ბევრი არა. ხელისუფლება არ დაგვაკარგინოს. არა, მან ძოს გარანტია რომ კონდეთ რომ აი ინტერნეტი გაითიშოს, იფიქრებენ რომ ამათთან მე ყველაფერი გამდის. და მოდი რა დავხოცოთ ამათი ხოცვა რომ მორალი არ დაუშლით. სადაა მორალი მე გადავები ვინ ერთი მორალური ტიპი მითხარი რომელიც იქ დარჩა. 13 წლის განმავლობაში გააკეთეს სასწაული სელექცია და გამოიყვანეს აი საბოლოო ჯამში რაღაცა გრუზინი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, აი ამ ხელა გავლენის გამო. ორი კაცის უფროსი რო იყოს ყველაფერს იზამს და მე ეს პირამიდაა აწყობილი რა. ყველაფერზე წამსვლელი ტიპები დარჩნენ მარტო. სხვა სადამდეს გაუშვებთ იქამდე მივლენ. ზუსტად ეგ არის რა. და ეხა 20 ივნისის ამბავ, ხო? 20 ივნისიდან დაიწყო ნელ-ნელა პანდემია ჩახტაშუაში. თორე კიდე უფრო გამოაჩენდნენ რა თავიანთ სახეს. 20 ივნისის მერე იყო პირველი რუსული კანონი და ეგ იყო ბოლო მომენტი რომ რაღაცა შეისმინეს ცივილიზებული სამყაროსგან. ან იფიქრეს რომ იმდენად მძლავრი არ იყვნენ. მე მგონი უფრო შეეშინდათ. ხო, შეისმინეს, იმიტომ რომ აი ეს ტიპები არ ყოფნიდათ, ვინც დღეს ყველაფერს კადრულობენ და ხალებსაც უწყავენ და უნდა თქვა უეჭველი რა, ეხა ადგა და აი სელექცია რო ვახსენე რა. პირველი რუსული კანონის დროს შხამის მიმსხმელი ეგრეთ წოდებული პოლიციელები არ ყოფნიდათ. ანუ ვიღაც ტიპები ვინც იკადრებდა, აი იმას რაც იკადრეს და რაც პარლამენტში ეხა ნუ მაშინ მაგალითად ხო ყველას გვახსოვს შემთხვევა რა, მე სულ მემახსოვრება და სულ ვიტყვი სერგეენკოს მაგალითი რა. არ მისცა კაცმა ამ კანონს ხმა, ადგა და წავიდა და რა ფეხით დადის რა. და მე ისეთებით შეავს ეს რომ ანუ ყველაფრიდან ყველაფერზე წამსვლელები რა. აი ეგეთი ტიპებით ყვებოდი მაგაზე, ზეგან გიორგი გაგაწყვეტინა, გვახსოვს რომ სერგეენკოს მაგალითს ყვებოდი. ხო, აი ეს პირველ რუსულ კანონზე გვახსოვს რომ იყვნენ სერგეენკოს გარდა კიდე იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც ხმა არ მისცა. და როგორც მინიმუმ ვიღაცეები აშკარად უხერხულობას ეთყობოდათ რომ უხერხულად მაინც იყვნენ. ეხა ისეც ხო იშვიათობაა რომ არა უხერხულობა ერთადერთი არის, ერთადერთი რაც ანუ მათ ქმედებას გააჩერებს არის შიში. შიში რომ დაკარგონ ის ყველაფერი რაც ამდენი ხნის განმავლობაში აგროვეს. აი ხა მე შემოვიტან რადიკალურ მოსაზრებას ჩემი რომელიც მაქვს და რატომ გონია რომ შიშიც უკვე ძალიან ძნელი შეიძლება იყოს მათთვის რომ რაღაცის შეეშინდეთ და რატო. ანუ ამ წუთას რეალურად ესენი არიან ისეთ რეალობაში რომ ახლაც კი როცა ხელისუფლებაში არიან ქუჩაში გამოსვლა არც ეს არის ცნობად სახეს ქართული ოსნების ცნობად სახეს აი ქუჩაში აი ესე ვერ გამოვა აი რუსთაველზე პირადად აი რესტორანში ვერ შევანუ და შენ წარმოიდგინე ხელისუფლება რომ დაკარგო ქუჩაში კი არა სახლი ანუ გონიათ რომ დამთავრდება ამათი ცხოვრება რა ნახე ძალიან კარგად აქვს ესენი აი თორემ სახლები აქვს ხო ძალიან კარგად აქვს მოწყობილი რა მაგისი ძვირადღირებული მანქანა ნებისმიერია ეს კოცის რომელიც ამ ყველაფერს ხელს აწერს ვერ გრძნობს ორმოს იმიტომ რომ კარგი სისტემა აქვს მანქანას და კარგად გადაადგილდება ტელეფონში აქვს თავი ჩარგული და რაღაცა სკროლავს სულ არ უნდა ქუჩაში გამოსვლა და შენთან ერთად სიარული რა არ ჭირდება რესტორანს რაც შეეხება არის ქოცური რესტორნები იმდენი რომ სულ არ უნდა შენ გადაგეყაროს სადმე შეიკეტება და ხო თავი დახუ სვეტი ცხოველი დახურეს ბიჭო რა თუნდა იმას რესტორანში შენ გვერდით დაჯდომა რა თუნდა ანუ ის არა შიში ერთადერთი რომ აი მაგას დაკარგავს და მე იმ მანქანით ვეღარ ივლის მე იმ რესტორანში აი მაგის მე მოუწევს გამოსვლა ან გამოსვლა ან ეგ ზოგს ნაფიქრი აქვს ზოგი ალბათ ფიქრობს მაინც ეგაც ღმერთმა დამიფაროს ჩვენ სულ ვიქნებითო და ამით გადიან თორე დარწმუნებული ვარ ვისაც რამდენიმე უჯრედით მეტი აქვს ტვინი იმას ეგეც აქვს ნაფიქრი რომ აქ რომ ეს სულ ვერ გაგრძელდება მე რას შვები იმიტომ რომ პორტირების და რაღაცეების შანსი რო აღარ არის, ეგ უეჭველი ყველა მიცის. აუ მე ვიქნები პირველი, მაგრამ შეიძლება თქვენ დამასწროთ პირველობა. 6 წელი დაჭირდა მაგას. ვინც დაუშვებს ყველანაირი გაგებით იმ ხალხს, ვინც დაიწყებს ამათზე კოაბიტაციის თემას ან რაღაცა შემოიტანს და აბა ეხა ნულიდან დავიწყოთ და აბა ვითომ არაფერი არ ნულიდან ყველა 6 წელი დაჭირდა ამ სიმართლეს აქამდე რომ მოსულიყო. ეხა აი ვითვლიდი რა. არა შორია. შორია რა. აი მას ხო ივნისის საქმეებსა 2019-ის და
ეხლა რა აღდგა რომ სამართლიანობა, აი ფულს მისცემ იმ ადამიანს, მაგრამ ეგ ხო არ არის პასუხისგებლობის საკითხი ხო ჯერ არ დამდგარა ბოლომდე. აქ ლაპარაკი ხო ისეთი რაღაცაა რა, ისეთი არგუმენტი ეხლა გეუბნება, აბა მტკიცებულება სად არის ძმა, აბა ის რაღაცა სამატყოფოში მიმართვიანობა არ ქონდა. და ეს რაღაცა შენი შეგრძნების პონჩიც იმ ადამიანებისთვის ფულზე არ მაქვს ლაპარაკი რა. შენი შეგრძნების პონჩი მაგრა ასწორებს სამართალს რომ პოულო. ქვეყნის მასშტაბით მე სამართლს უყურებ რომ დაისჯებიან მაგის ჩამდენები, მე აღდგება ჩემთვის. იქ ლაპარაკი იყო რომ სახელმწიფო გადატრიალება და შევარდნა, გამოვარდნა რაღაცეები და ამ დროს აღმოჩნდა რომ სულ სხვა რაღაცა, ხო, სასამართლომ სხვა რაღაცა დაადგინა. აქაც ეხლა იგივეს გადატრიალება, მე რამდენი გადატრიალების მცდელობა აღუკვეთეთო, ესე იძახის ის კაბრიოლეტი და გადატრიალების მცდელობა კი არ აღუკვეთა, წამების მანქანები და ორგანიზა და ასე ვქო, მოქალაქეებს აწამებდა და ეხლა მაგის გამო არა, მოქალაქეებს აწამებდა თან ანუ აი ეს რაღაცნაირად მაგასაც ხო წამლავდა და აწამებდა. მოწამლა ხო? ნაწამებ ხალხს კიდე ზემოდან წამლავდა, ანუ ორმაგად რანაირი დარბევები არ გვინახავს, ხო? დაბმული მოქალაქეების ცემა აი ამათი ის გაიჩიტა ნოუ-ჰაუ რა. თან ღიად ხო ის მანქანების გარდაც იმ ხარებას რომ მიუყვანეს სახეში არა, მოდი მოვყვეთ ახლა მეორე რუსული კანონიდან რა. დღისით, მზისით პარლამენტის უკან ტიპებს ყრიდნენ ესე, მორჩებოდნენ ნადირობას და მერე მოდიოდნენ და დაგდებულ ხელებს შეკრულ ტიპებს სცემდნენ. და მერე რომ აი ანალოგია რომ გავაკეთოთ რა, სასამართლოს ხო უყურებდით რომ აი აბსურდი იყო ბოლომდე და გაწიეს კამერები ჩახსნეს. ამას რო უყურეთ, ვიღაცამ ტელეფონით ფანჯრიდან გადაიღო, ვიღაცამ კამერით დაზუმა ვიღაცის აივნიდან და ნახეთ როგორ სცემდნენ ტიპებს. არა ეს არ გამოგვადგებოდა და მარშრუტკებში დაიწყეს ხალხის ცემა. ანუ მარშრუტკებიდან სკამები ამოიღეს იმისთვის რომ ტიპები შიგნით ეცემათ და გასუგდებდნენ. გასუგდები მას რა ქვია, ბალონებს უგდებდნენ შიგნით რა, დახოლოს და ამის პარალელურად რა ვიცი, აი მართლა ვამბობ მე პირადად ყველა დამიტოვა და რაღაც პერიოდი აი მაგარი უშნო შეგრძნებები მქონდა, აი მივედი ფილტრები გადავიღე რაღაცა არასდროს რასაც არ შეუწუხები ვარ რა შეგრძნება რომ რაღაცა იმძიმეთ ხარ რაღაცა გადაყლაპული გამიგე კიდე არ ვიცით როგორ ვიმოქმედებ მინიმუმ ხაი წარმოიდგინე მაგნიცკის სიაში ყოფი ახლა გომელაური რამეს არ იკადრებდა ამას რომ გვიყვებიან აი ეგეთი მიამიტი ვინმეს თუ უნდა რომ იყოს რომ აი ტიპი რომელიც ადამიანის უფლებების ძიმე დარღვევის მქონე ესეთი ტიპების სიაში არის მოხვედრილი ხო ანუ ისევ ცემოთ რაც შენ მოყევი რომ მაქსიმალურად ნაკლებმა ადამიანმა გაიგოს ისე მოუწამლოთ და დავხოცოთ რომ მაქსიმალურად ნაკლებმა ადამიანმა გაიგოს თორე ცემაზე მოწამლაზე და დახოცვაზე ეს ყველა არის ხელისმომწერი პრობლემა არ არის კი ყველაფერზე წამსვლელი თავი ახლა ძალიან არ გაბაზრდეს კი მაგამდე მივიდნენ რომ აი მაგის ყველაფერზე ხელისმომწერი ტიპები ეს გამოხშირეს და ეს პეიჯი აქვს იქ პოლიცია או რაღაცა ქვია რა ჩვენთვის ხალხი არ არიან ხო და ახლა მე ეგ მე მომიტრიალდება რომ გავცემ პასუხს შენ რო ეძახო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში რომ ბროწეულივით გამოვაჩენ პოლიციაზე თუდად კი არა ანუ რაღაცა მოიძალა და თითებს იშვერენ და ანუ ადამიანად რო არ მთვლი ხო შესაბამისად ეგრეც მეკცევი ხო ანუ მზად ხარ უკვე მაგისთვის და მე გმირი ვარ რომ მეუბნები არა ხარ გმირი კი არა ისიც არა ხარ ავი 90-იანებში რასაც ვეძახდით მაგ ხალხს რა არაფერი აღარა ხარ თავარი ამბავი იმათვის ვინც აი გამოფხიზლება გვინდა და სახში რო შეგვუნდით აი 9 აპრილს გაზიარება პოსტების და მადლობა თავისუფლებისთვის და რაღაცეები კაია. ნუ არ დაგვაიწყდეს რომ 9 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ზუსტად 9 აპრილს, იმიტომ რომ არ თქვეს ნანიფთიევრებით მოწამლეს ხალხი. რუსებმა გააკეთეს ეს და 35 წლის მერე გააკეთა იგივე ქართულმა ხელისუფლებამ. ოღონდ ერთი სხვაობა გამოხშირვაზე და ჯიშის გამოყვანაზე ნახე 9 აპრილს საბჭოთა საქართველოს პოლიციამ ხალხის დარბევაზე უარი თქვა და ადგილზე მილიციელები მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. ეხლა აი რა ვიცი როგორ გამოხშირეს ეს ტიპები აქამდე გალესილი ნიჩბები ეხლა რომ მიაწოდა როდიონოვიჩები არიან ჩვეულებრივი რა აი დარწმუნებული ვარ რომ სიამოვნებით დაგშლიან მაგ მეთოდებით რა იმიტომ რომ რა ვიცი, აი, ვემსახურები საქართველოს აწერია და მე ბოლო 1 წლის განმავლობაში რაც ვნახე,
აი იმათაც იტუშკებს ემსახურებიან. მოდი იცი რა ეგეც პოლიციელი ის ხო არ არის რაღაცა მაშინ რა ქვია უცებ სადღაც მაშინ იჯექი გამოქვაბულში და გამოიხედა უიმზე ანათებს. გეხო თავიდან 16 წლის სტაჟის პოლიციელი მოდიოდა და პირდაპირ ცელს მისმევდა ფეხებში 8 წელი მინ ეხლა რაც შევხედე რა 8-დან 20 წლამდე მუხზე აი ესე ხელს მიწერდა. გრიგოლ კაჭკაჭიშვილი და რამე გაგიჟებული იყო. გაგიჟებული კი არ იყო, მე ვიცი მაგას რაც ქვია, უბრალოდ კამერების წინ არის თქმის სექტორი. არა, გაგიჟებული იყო, 16 წელი იქ მუშაობ. ყველაფერი რო ნანახი გაქვს, ხო? რავი, ეგეთი ტიპები თვითონვე არ უნდა მოწონდეთ და თვითონვე არ უნდა იყენებდნენ გვერდზე. ხო, მაგას როგორ არის, იცი ახლა მე რო გმირი თუ ხარ, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი გვერდზე არ უნდა გეშდეს და მაგასთან ერთად არ უნდა კეიფობ და ჭიქას არ უნდა წევდე. ეგრე მესმის. არა მარტო მაგ კიდე სხვა გვარებსაც ჩამოვთვლი, მაგრამ უბრალოდ ეს არის რა. კრებსითაც იმას აქვს რა და მათ შორის მინდა რა კიდე რაღაცა ეს ჩემი არ მიუვათ არ ვიცი ხა მიუვათ თუ არა მაგრამ კონკრეტულ ადამიანმა გაიგონ რა როცა აი ეგეთი ხალხის გვერდში კიდე სხედან და აი სამსახურში შესვენებაზე რომ გამოდიან და ეს ბოდი პერაშკებს რომ უბაყუნებენ კოკაკოლებთან ერთად და ხანდახან იქ რაღაც ერთმანეთის დაბადების დღეებზეც რომ მოძრაობენ და მე მეუნებიან რომ ანუ ეს საჯარო თუ რატო გვათრევო ეგრე არ არის რა მოკლედ მინდა იცი რა თემაზე კითხო აზრი მე ერთი პერიოდი განსაკუთრებით ამ 4 ოქტომბრის რაღაცა უცნაური მოვლენების შემდეგ ვამახვილებდი ხოლმე ყურადღებას რომ ძალიან მაღალი ნერვული ფონი იყო მაშინ რომ ერთმანეთს რაღაც ერთმა გაუფრთხილდეთ ის ხალხი ვინც გავართ ამ ბრძოლაში და დავრჩით გარეთ ყველაფერს თავი დავანებოთ ჯერ არ დაუჭერივართ და არ დაუხოცივართ ხო ამაზე შენს თუ ხდება ხოლმე რა შეიძლება მე ხდება ძალიან მძაფრად ხანდახან აი რაღაცა მოდუნების დავაბრალოთ არ ვიცი ერთმანეთის მიმართ ცოტა ისეთი დამოკიდებულება რომ აზიანებს ეს საბოლოო ჯამში პროცესს შეურაცხყოფა იქნება ეს აგდებით მოხსენიება პირდაპირ დაპირისპირება შესვლა თუ ასე შემდეგ როგორც მინიმუმ ჩემეთ მინიმუმი სტანდარტი ეს უნდა გქონდეს რომ აი ვიღაცები არ მოსწონს შეიძლება ეხა და განსხვავებული ადამიანები ვართ იქ სულ ხუმრობ ხოლმე რომ რეალის ფანებთან ერთად ვიდექით მაგათთან ერთად ცხოვრებაში რა დაბაყენებდა თქო ხუმრობით ხო ნახევრად ხუმრობით ხო მესმის იმიტომ რომ ძალიან ის არის მესმის თქვენი რა მგონია რომ პირად უფრო მარტივია ცხოვრება მაქსისტების გარშე ხო რა შენთვის შეიძლება გადართო და არა წმენა ფაქტობრივად და რელიგია ხო ნუ ეხა რა გოლი გაგიტანეს ისე თუ არა იმათ გაუტანეთ შენ ბარსელონა ხარ გაჩერში ამ თემაზე ცოტა ხო ბილბაო იყო თუ იყო სელტა ხო ნუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის რა აი ერთმანეთის მოდუნება კი არა წელიწადზე მეტი ამ პროცესში იყო თან არის ირითი გწამლავენ წემენ გაგინებენ საფთან ხვდებიან რაღაცები მოქმედებს ხო სტრესში ხარ რა სულ სტრესში ხარ და სტრესის დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის შენ ხო ახსენე ფეხბურთი მე ხა რაგბიზე გადავალ რა მარტივად რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ 9-მ გამოუტანა რაკიდან 10 ბურთი ამან გაუშვა ცენტრზე და დაუვარდა ცენტრის ბურთი აიღო მოწინააღმდეგე დაგიდოლება აი ხა რო დაიწყოს 9-მ 10-ის ლანძღვა 10-მა ცენტრის ლანძღვა და დაახურონ ერთმანეთს თავზე რა როგორც ხდება ხოლმე იშვიათად აი ეს მოწინააღმდეგე ამოგავსებს და დაგიდებს ბევრ ლევოს სანამ აი მაგაში იტრიალებ რა მაგისთვის არის ესეთი ამბავი ვიდეო ანალიზი ქვია და კონკრეტული ტიპები აკეთებენ მაგას რა თამაშის მერებიან ამას ჭრიან სტატისტიკა გამოაქვთ ემოციები დამცხრალია და ეუბნებიან ათის რომ ნახე აი აქ შენ ეს პასი უნდა გაკეთებინა ეს ჰოპ აი კი და შემდეგი ვარჯიში არის იმაზე რომ 10-მა ეს გაასწოროს რა პირდაპირ ესე ანალოგია არ გამოვა ამის რომ აი ვიდეო ანალიზი და ამბავი არის ის რომ მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ურთიერთ პატივისცემა. ხო, უნდა მოითმინო, შეიძლება არ მოგწონდეს, ბევრ გადაცემაში მithkoms და აქაც გავიმეორებ რა. 24 საათის განმავლობაში არის საათები, რომ ყველაზე უახლოეს ადამიანებს ჩემსას, ჩემ ოჯახის წევრებს, ჩემი ატანა შეიძლება არ შეუძლიათ რა. მაგრამ მიტანენ, ხო? რაღაც სევს ითმენ. მეც რო გითხრა რომ აი რაღაცა ყველაფერი მომწონს რაც ირგვლივ ხდება ხო? არა, აი მოთმინება არის ზუსტად ურთიერთ პატივისცემამდე პროცესის პატივისცემა და პროცესი რატო არის? ჩემთვის ეს პროცესი არის პირველ რიგში იმიტომ რომ ზუსტად ჩემნაირად იქ მდგომი ადამიანები ხარიან ციხეში.
და იმ ადამიანების პატივისცემაა და პროცესის პატივისცემაა, რომ აი აქ რაღაცა ეგოების მუტაციას არ გვაყურებინონ ვიღაცეებმა რა. ეგრე რო დასვა შეკითხვა ბოდიში, რომ აი შენი ქვეყნისთვის ან თუნდაც იმ და რეჟიმის ტყვეებისთვის რას გააკეთებ, ალბათ იტყვი რომ რავი, ტყვია შეუშვერ შუბს და ამ დროს ეგ არ გჭირდება, უბრალოდ როგორც მინიმუმ პროცესი არ უნდა დააზიანო. რავი, კეფა შეუშვირი წყალს გაგრილდი, დაწყნარდი და მიუწვდებით ხელებით ერთმანეთს გამოწია. კარგი. არა, სამივე. ეგრე არა, ესე. კაი, ხო, მოკლედ. აი ესე პოზიტიური განწყობით, გემშვიდობებით, მადლობა ლევან სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც მინიმუმ არა სწორად მომბეხა. ჯერ ხო ყველა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა, მაგრამ იყო ამ ბრძოლაში ეტაპი, როგორც მაგალითად შემდეგ აი ხა ცოტა ხნის იყო კონსტანტინე ჩახურნაშვილის გარშემო, ხო ეს, როდესაც ძალიან დიდმა წვლილმა გადაიარა ლევანზე ამ ბრძოლის, თუნდაც იმ რამდენიმე დღის თუ კვირის განმავლობაში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ. პირველ რიგში რომ ღირსეულად გაართვი თავი იმ პერიოდს, როდესაც პროპაგანდის ყველა ზარბაზანი იყო შენკენ მომართული და კამერები. და ხო, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ კარგ მაგალითად, საჩვენოთ, შეიძლება ნებისმიერ დღეს ეს პროპაგანდის ზარბაზნები და კამერები ჩვენკენ მოუშვირონ, მაგრამ ერთმანეთს დაუდგებით გვერდში და ხო, მე მაინც გონია რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. კი, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიდა. კი.